მოგესალმებით თანამამულებო, აქტუალური თემები თემურ ბაბოხიძესთან ერთად. დღეს მინდა ვისაუბრო ის მოვლენები, რომელიც ნამდვილად ყველა ქართველი და არაქართველი შეაშფოთა, რაც მოხდა კახეთში. ნამდვილად ეს ძალიან ცუდი არის, როცა ესეთი ინციდენტი ხდება, რომ ქორწილის დროს ხდება ჭხუბი და ეს ჭხუბი გადაიზარდა სწორედ ფიზიკურ შეურაცხყოფაში და ფიზიკური ტრავმები მიაყენეს ჩამოსულ სტუმარს. ჩვენ პირადად ძალადობის, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგები ვართ. მაგრამ როცა რაღაცას ვაკეთებთ, აუცილებელია სწორედ დაიწონოს სწორად და სწორი შეფასება მივცეთ ყველაფერს. და არა ესე ვიტყვიან გაუთვალისწინებელი ნაბიჯები გადაიღოს. მით უმეტეს ეს ეხება პოლიტიკოს, რომელსაც პრეტენზიები აქვს დიდ პოლიტიკაში. ამიტომ დღევანდელი ჩემი გამოსვლა სწორედ ეხება და მე მივმართავ ღიად რუს პოლიტიკოს მამუკა ფიფიას, რომელიც გამოდის და საუბრობს ამ თემასთან დაკავშირებით, აკეთებენ მისი წარმომადგენლები ინტერვიუს დაზარალებულ ქალთან, რომელმაც მიიღო ფიზიკური ტრავმა. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, მით უმეტეს როცა ქალთან ხდება ესეთი შეფასება, მაგრამ სწორედ პოლიტიკოსი იმიტომ ხარ, რომ თავი უნდა შეიკავო ისეთი გამოსვლებით და ქმედებებით, რომელიც დააზარალებს აქ არის ორი ერის კიდევ დაძაბულ ინტერესებს. ამიტომ მე მინდა მივმართო სწორედ რუს პოლიტიკოს მამუკა ფიფიას და უთხრა, რომ როცა რაღაცას აკეთებ, თავისთავად საჭიროა გაანალიზო და ისე გადადგა ეს ნაბიჯები. რაში გამოიხატება რუსი პოლიტიკოსის ქმედებები? მისი ვიდეო ჩანაწერი და რომელიც მე გამომიგზავნეს და უყურე, არის ის, რომ ის ამბობს, მე დაუკავშირდი რუსეთის მოქალაქეებს, იმ ქალბატონებს, რომლებიც არიან დაზარალებული და ისინი არიან ადეკვატური, ძალიან ნორმალური ქალები და მათ შემთხვევაზე ადვოკატის აყვანა და სამედიცინო სხვა დახმარების გაწევა. კი ბატონო, ძალიან კარგია, როცა სთავაზობ ვინმეს დახმარებას და ამას ჩვენ მივესალმებით, მაგრამ როცა დაუკავშირდი და ამბობ, რომ ეს ქალბატონები არიან ადეკვატურები, ძალიან ნორმალურები, კი ბატონო, ამას არავინ არ უარყოფს, რომ ადეკვატურები არიან, ნორმალურები არიან, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. რატომ არ დაუკავშირდი მეორე მხარეს, ქორწილის მხარეს, ვინც იხდიდა ქორწილს? ისინი ადეკვატურები არიან, ნორმალურები არიან, არ არიან ნორმალურები, თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია ესეთი აგრესია სწორედ ამ ქალბატონების მიმართ? და რატომ არ შესთავაზე სწორედ მეორე მხარეს რომ დაუკავშირდი ამ ქორწილის მხარეს, ამ პიროვნებებს, რომლებიც ქორწილს იხდიდნენ იმ სასტუმროში და რატომ არ შესთავაზე მათ სწორედ იმ მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგათ ამ ქორწილში. მათ არანაკლები თანხები დაუჯდათ ქორწილის გადახდის დროს, მოწვეული სტუმრები და კიდევ დაემატა სიძისძმის დაპატიმრება. რატომ არ დაუკავშირდი და რატომ არ შეეკითხე რა მოხდა? მხოლოდ ერთი მხარის პოლიტიკოსი რომ ხარ, ამას ალბათ ამჩნევ, ხო? და იცავ მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს. კი ბატონო, რუსეთის პოლიტიკოსი ხარ, გვარით ქართველი კი ხარ, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. თუ პოლიტიკოსი ხარ, დაუკავშირდი მეორე მხარესაც და გაარკვიო რა მოხდა, რატომ მოხდა
და გამოსავალი სად არის. ეს არ არის ის რომ ეცით რა თქვენ მარტო იჭერთ ერთი მხარის ინტერესს. თუ თქვენ გაინტერესებს რომ სამართალმა იზეიმოს, კი თქვენ იქ ამბობთ თქვენ გამოსვლაში რომ ამას ჩართული არიან ძალოვანი სტრუქტურები და ამას მოიკვლევენ და გაამკვევენ. კი ბატონო, ძალოვანი სტრუქტურები ჩართულები არიან, მაგრამ თუ უკავშირდები ერთ მხარეს, მაშინ დაუკავშირდი მეორე მხარესაც. და მათაც შესთავაზე ის ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგათ. ხომ ამ ქორწილში მათ მიადგათ ზარალი, იმიტომ რომ ქორწილი ქორწილს არ გავდა, მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი და რატომ მოხდა ეს ინციდენტი? ჩვენ ქართველებს სტუმართ მასპინძლობა არ გვეშლება, მაგრამ უკაცრავად, მაგრამ სუფრაზე ისეთი შეურაცხყოფა, რომ ზევიდან გაურკვეველი სითხეების გადასხმა და ასე შემდეგ არ არის ლამაზი. არა აქ ამას უშუალობა ჩემთვის, პირადად ჩემთვის ეს რუსი იქნება, უკრაინელი, ევროპელი, ფრანგი, იტალიელი, ამერიკელი თუ ვინ იქნება, ვინც არ უნდა იყოს. ყველა უნდა აქვს პასუხი, რომ ჩამოსული სტუმარი რო ხარ, პატივი უნდა სცე ადგილობრივი მაცხოვრებლის კულტურას, სადაც წესებს. ჩვენ ქართველები რო ჩავდივართ და თუ რომელიმე ქართველმა იგივე ესეთი არაადეკვატურად მოიქცა და შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივი მაცხოვრებლის ტრადიციას, კულტურას და მან ჩაშალა, გინდათ ქორწილია თუ რაც რამშობაა დაბადების დღე თუ რაღაცა, ნუ უნდა აქვს იმანაც პასუხი და ყველამ უნდა აქვს პასუხი. კი, ქართველების დიდი დანაშაული ეს არის, რომ ჯერ ერთი მაინტერესებს კიდევ მეორე მხარეს ქართველების ხარესაც იმ ქორწილში ქალები არ იყვნენ, მარტო კაცები იყვნენ. რატომ გაუშვეს ეს ახალგაზრდა კაცი მარტო და რატომ არ გაყვნენ თქვათ ის ქალბატონები, ვინც ესწრებოდათ იმ ქორწილს, რომ გადაეღოთ მაინც რა ხდებოდა, სიმართლე გადაეღოთ, ან რატომ გაუშვეს და რატომ ქალები არ ავიდნენ და არ დაელაპარაკეს ქალს ქალი სენით. და რატომ მოხდა ეს საერთოდ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი დღეს არის დაპატიმრებული, ხო, დაკავებულია. სწორედ ქალებს უნდა გაერკვიათ ეს საკითხი. და ქალებს უნდა მიიღოს სწორედ შესაბამისი ზომები. მე არ ვამბობ, რომ ეცემათ მეთქი ქალს, ქალი ეცემა რაღაცა, მაგრამ შესაბამისი ზომები შეიძლება რომ გამოეძახათ თქვათ პატრული და ეთქვათ, რომ აგერ არ გვაცდია ქორწილის ჩატარებას დაგვიზიანეს ტექნიკა, ზევიდან გადმოვასხეს გაურკვეველი სითხეები, რომელიც საკვებს დაესხა, მაგრამ ესე გამოვიდა, რომ ეს საკვებს მარტო კაცები მიირთმევდნენ ქორწილში, ქალები არ მიირთმევდით იმ საკვებს, რომ ის სუფრა ხო შეურაცხყოფელი არის, ხო, რაც გადმოვასხეს არ აქვს მაგას უშუალობა. ამიტომ მე მოგმართავ ბატონო მამუკა, როგორც პოლიტიკოსი. და დაუკავშირეთ მეორე მხარესაც და გაარკვიეთ რა ხდებოდა. და აი ზარალს ვინ ანაზღაურებს? რაც იმ ქორწილში მე ქორწინება გაიგეს, ხო? ფინანსურია თუ მორალური ზარალს ვინ ანაზღაურებს? თქვენ მიკერძოებლად საუბრობთ ახლა და მიკერძოებლად აკეთებთ, რომ იქ ინტერვიუ ჩამოვართვით თქვენმა წარმომადგენლებმა დაზარალებულ ქალბატონს. სხვადასხვა იმ ინტერვიუში ძალიან საინტერესო ფაქტმა გაიჟღერა, რომ რუსეთის მოქალაქე ქალბატონებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ თურმე იმ დღეს დაბადების დღეს, რომელიღაცა თავის ერთ-ერთი ქალბატონის დაბადების დღეს და შამპანიური გახსნეს და გადაისხა ეს წვეთები თუ რაღაცა ეს შამპანიური ბალკონზე და ასე შემდეგ. მე ისიც მაინტერესებს რა, რომ ალკოტესტი თუ ჩაუტარა პოლიცია იმ ქალბატონებს, რომლებიც იქცეოდნენ არაადეკვატურად. შეიძლება სიფხიზლეში ადეკვატურად იქცევიან და კარგად საუბრობენ და ნორმალურად იქცევიან, მაგრამ ალკოჰოლურ თრობის მდგომარეობაში შეიძლება არაადეკვატურად იქცეოდნენ. თქვენ დაუკავშირდეთ მაშინ, რომ სწორედ
ნასვამ მდგომარეობაში როცა იყვნენ ეს ქალბატონები, ხო? ეხლა ვერ იტყვით რომ არ იყო ნასვამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თვითონ ეს ქალბატონები ამბობენ რომ შამპანიურს სვავდეთ, ეხლა შამპანიურს სვავდნენ, ამ შამპანიურში არახს აყოლებდნენ რუსულად თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სევერნაესიანია, ხო? შამპანიური და არახის დალევა ერთად. ეს კარგად მოგეხსენებათ, სევერნაესიანია რას ნიშნავს. და რა მდგომარეობაში იყვნენ? ნასვამები იყვნენ, თვალები თუ ძალიან თვალები იყვნენ. ამასაც აქვს ყველაფერს დიდი მნიშვნელობა. სიფხიზლეში კი ბატონო, შეიძლება ადეკვატური, ძალიან კარგი, ლამაზი ქალბატონები არიან, მაგრამ და ნორმალური, მაგრამ სიფხიზლეში როგორ იქცევიან? ჩვენ საქართველოში გვინახია რუსი თვალი ქალები რა მდგომარეობაში არიან და როგორ იქცევიან საქართველოში. ამ ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი სოციალური ქსელზე წინდება, სხვადასხვა პიროვნებები დებენ თვალი ქალები, რუსი თვალი ქალები როგორ იქცევიან საქართველოში. და ისე ვიღაც რუსეთში ეს თვალი ქალები როგორ იქცევიან, ძალიან ბევრი სოციალური ქსელში არის, რომ ვერც აკეთებენ როგორ ცემენ კაცებს, როგორ იცემენ კაცებზე და როგორ იქცევიან საერთოდ. თუ თქვენ არ გაქვთ ნახე ძალიან ცუდია. ნახეთ სოციალურ ქსელებში რებს აკეთებენ რუსი თვალი ქალები, როგორ იქცევიან. ქალი ქალს აცემს, ქალები კაცებს აცემენ და რა ვიცი, ზედახურა აქვს ერთმანეთზე, რომ ვინ რას აკეთებს, კაცი შვილმა არ იცის. ეს თქვენს კარგად მოგეხსენებათ რა ხდება. ამიტომ როცა განსჯას აკეთებთ, რომ იცი რა ერთ ხალხს ნორმალური, ადეკვატური, ძალიან ნორმალური და ძალიან ადეკვატური ხალხია რუსი ქალბატონები და მეორე მხარეს თურმე არაადეკვატური, არანორმალური ქაჯი ქართველები, ხო? ეს გინდა თქვენ მაგითი თქვათ და ქართველებს მოუწოდებთ, რომ იცით რა, ღვთისმშობლის მხედრი ქვეყანაა და ესე არ უნდა მოიქცეთ და ესე არ უნდა მოიქცეთ. თქვენ მაშინ შეგიძლიათ ქართველებს შუა ასწავლოთ და დაარიგო, როცა სიმართლეს გაიგებთ და შეიტყოთ და არა წინასწარ ერთი მხარეს მოსმენით, რომ ისინი ადეკვატურები და ნორმალურები არიან. კი ბატონო, სიფხიზლეში ყველა ადეკვატური და ნორმალურია, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში შეიძლება არაადეკვატური იყოს. საერთოდ მე ძალიან მაინტერესებს ჩვენი ძალოვანი სისტემები როგორც იქცევია რა. როცა ქართველი დააპატიმეთ, არ ვიცი, მე ალკოტესტი ჩაუტარეთ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს, რუს ქალბატონებს, თუ ჩაუტარეთ ნასვამი იყო თუ თვალი იყო თუ რა მდგომარეობაში იყო, ვიც მაინტერესებს და მათ რო ჩაშალეს ქორწილი, რატომ არ მოხდა მათი დაკავებაც? კი უნდა მოხდარიყო მათი დაკავება, იმიტომ რომ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ზნე ჩვეულებებს და ჩაშალეს ქორწილი. კი, ჩაშალეს ბატონო. ისინიც უნდა ყოფილიყო დაკავებული მანამდე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. კი ბატონო, ყველა ხედავთ, რომ გადაღებული არის ეს, რომ ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ვერ შეიკავა თავი და ქორწილს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მისი ოჯახის ქორწილს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჩაიდინა, ნამდვილად არასასიამოვნო სიტუაცია, მაგრამ მე კიდევ ქალებზე მაქვს ლაპარაკი, რა, იმ ქორწილში მყოფ ქალბატონებზე მაქვს ლაპარაკი, რომ რატომ არავინ არ მიიღეთ ზომები. რატომ თქვენ არ გაარკვევთ იმ ქალებთან და რატომ გაუშვით კაცი, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და ძალიან ცუდ სიტუაციაში ახლა. ქართველი ხალი საერთოდ ვიბრძოდა კაცის გვერდით იდგა. რატომ ქვია მეუღლე, რატომ ქვია? იმიტომ რომ ერთად ზიდავდნენ იმ ტვირთს, რასაც კაცი ზიდავდა, ხო? გასაგებია კაცს უფრო მეტი მოეთხოვება გარკვეულწილად ვიდრე ქალბატონს, ხო? დღეს ეს სიტუაცია, კაცი რამისოდ ხმამაღლა ეთქვის ხალხს, მომაყენა შეურაცხყოფა იცით შეჭერე კაცებს. თქვენთვის ეს არ იყო ცნობილი. აი ქალს რომ ქალი ეცემა, შენ არ უნდა დაიჭერდა, რომ ქალებს მოუვიდათ კონფლიქტი.
ხო ხედავ ეს დღეს ეს ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული. ძალიან ცუდი. და ეს ქალები საერთოდ მე მაინტერესებს ქართული ქალებზე მაქვს მე არა მარტო ხორცელში ხომ ქალებზე საერთოდ ქალებზე მაქვს რა საუბარი რამ დაგადუმათ რამ დაგაწყნარათ ესე რა დედამ გავზარდათ რა დედამ გშობათ რომ დღეს ესე ჩუმად ხართ ყველანი თქვენ შვილებს შეემთხვევათ შემდგომ ესეთი ამბავი იცით თქვენ აი ქართული ქალებს მე გეუბნები თქვენ შვილებს თქვენ ბიჭების პატრონები ხართ და ესე ლაზღადავთ მარტო კომპიუტერის კლავიატურით და ტელეფონით. ხო, შეიძლება თქვენ შვილებს დაემართოს ის. რასაც დღეს ხდება საქართველოში. და მე როგორ ვიტყვით? ხალხო მიშვალე და მხარი დამიჭერეთ, ხო? არა ბატონებო, ეცდა თუ არ ამოვიღეთ ხმა ყველა და თუ არ ვთქვით ქალებმა თავის სიტყვა თუ არ ვთქვის ქართველი ერი გადაშენდება, ნამდვილად გადაშენდება. შობადობა თქვენ არ ვიდათ გააჩინოთ ერთი ორი ბავშვი? იმიტომ რომ სოციალური დემოკრატია და საქართველოში მარტო ქართველებს უჭერთ. აზერბაიჯანელებს როგორ ვროვდებიან აზერბაიჯანელების სომხები და სხვა ეროვნების ხალხი. მარტო ქართველებს აქვს ეს გაჭირვება და გადაშენების ხება, ხო? იმიტომ რომ ქართული ქალების 60-70% მარტო პრანჭო ლეხოს უნდება ჭხილების დაწებებას წარბების დახატვას, წამწამების დაგრძელებას და ესე უხეშად ვთქვი დაშპაკვლას, გალამაზებას, დახატვას და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ? საცხოვრად. თუ თქვენი ბავშვები პატარები არიან და არ გაიზრდებია, ხო შეიძლება თქვენი ბიჭის ხორცელში მოხდეს, თქვენი გოგოს ხორცელში მოხდეს იგივე ფაქტი. მე რას მე მაინტერესებს რუს პოლიტიკოსის ამუკაფიფიას აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთში რომ მომხდარიყო და ქართულს გაეკეთებინა იგივე, ქართულ ქალებს ჩაედინათ იგივე რაც თქვათ ჩაედინეს რუსმა ქალებმა. შედეგი რა იქნებოდა? რუსის ქალები აუცილდებოდნენ და ამ ჩვენ ქართული ქალებს თმებით ითხოვდნენ, კარგად მიბეგვავდნენ და მაგითი დამთავრდებოდა ყველაფერი. კი, ესე იქნებოდა, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ხოლო ქართული ქალებს თავისთავად ეხლა შილაკი გაუფუჭდებოდა და დაწეპილი ბრჭყილები, ხო? აი ეს არის უბედურობა, რომ ქართული ქალები დუმან და ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ. რომ გაუფუჭდებოდათ ვარცხნილობა და ასე შემდეგ. აი ეს ძალიან ცუდი სიტუაციაში ვართ. ნამდვილად ცუდი სიტუაციაში ვართ ქართველები. მე არა მაქვს ეხლა მარტო აქ რუსებზე ლაპარაკი. შეიძლება იგივე მოიქცენ ინდოელები, არაბები, ჩინელები, ევროპელები, გაევროპელები, ქართველები. არა აქ ამას ჩემთვის მნიშვნელობა, რომელი ერის წარმომადგენელი მოიქცევა. თუ სადაც ჩადიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხო. აი მამუკაფიფიამ დაიხო რუსული ქუდი. დაუხდება ეს რუსული ქუდი. თავისთავად რუსულ ინტერესებს იცავს მარტო. ინტერესები კი უნდა დაიცვა ბატონო მამუკა. უნდა დააბალანსო. მოდი გავურეკე მეორე მხარესაც და უთხარი მე ამას გავურეკ იმ ზავას რაც მიიღეთ თქვენ კონცერტში. მატერიალურ ზავას და არა მორალურს გასაგები მატერიალურ ზავას მე ამას გავურეკ. შემდეგ ჩამოვზარდეთ საქართველოში დაპატეჟეთ ერთი მხარეს, დაპატეჟეთ მეორე მხარეს რუსი ქალბატონები, ეს მეხორცელეები და შეერიგეს უფრასთან ესენი, აი ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა თქვენი პოლიტიკური. თუ ესე ძალიან განიცდი ამ მდგომარეობას. და ძალიან კარგი იქნება თუ ესე მოიქცევი და ამას გააკეთებთ. და ნუ იქნებით მიკერძოებული. და ქართველებს კიდე მოგიწოდეთ რა. ერთ ხარესაც და მეორე ხარესაც. დღეს ქართველები გაიყო ორად. ზოგი ამბობს, ვენაცვალე რა, ვაშკაცურად მოიქცა და რა კარგად გააკეთა. ეს ყველაფერი მეორე მხარე ამბობს, რომ როგორ შეიძლებოდა, ესე იგი, რუსეთის მომხრეები გამოჩნდნენ, ვინც არიან,
ამბობენ როგორ შეიძლებოდა ეს გავს რომ მიაყენა შეუვაწყობა და ეპატიჟად ჩამოეყვანათ ერთად ეგეებად და ევროპის ქართული რომლებიც მშობლები ევროპაში ყავთ და ცოლი, შვილი, ანვინმე და იქიდან ფულებს უგზავნიან, ისინი ამბობენ ვენაცვალე მარჯვენაში, რომ აი რუსი როგორ ცემა და როგორ მიიღო, მაგრამ ქართველი ხალხის ინტერესებს არავინ არ იცავს. გაიყო ორ ნაწილად და თქვენ ბატონო მამუკა ამას კიდე ხელი შეუწყეთ. თქვენი გამოსვლით. თუ ერთ მხარეს ურეკავდა ელაპარაკები, საჭირო მეორე მხარესაც დაუკავშირდეთ. დაელაპარაკოთ და სწორედ გამოსავალი მოძებნოთ. როგორ შეარიგოთ ორივე მხარე ესეთი ცუდი ინციდენტი მოხდა, მაგას ყველა ვადასტურეთ, ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა, ერთი მხრიდან ადრას, მეორე მხრიდან და ამას ხელი კი უნდა შეუწყოთ, რომ ქართველი ხალხი ორ ნაწილად გაიყოს. არამედ პირიქით, უნდა დააბალანსოთ. და სიტუაცია უნდა გაანეიტრალოთ. ესე არ შეიძლება, რომ ერთ მხარეს ეუბნები, მე ყველაფერი დაგეხმარებით, ადვოკატია საჭირო თუ რაც ხდება საჭირო, მომწერეთ და ამას ავანაზღაუროთ. მაშინ მეორე მხარესაც უთხრათ, რომ აანაზღაუროთ და მე ჩამოდით და შეავიგეთ. ორივე მხარე დასვით სუფრაზე იგივე რესტორანში, იგივე სასტუმროში და შეავიგეთ. აი ეს იქნება სწორედ პოლიტიკოსის ის ნაბიჯები, რასაც გადავიღოთ და აი საქმეს გააკეთეთ. თუ არა და მაშინ გაჩვენეთ რა. და ნუ ყოფთ იქ ცხვირ, სადაც არ უნდა ჩავდეთ. თუ არა და გააკეთეთ შესაბამისი ნაბიჯები ორივე მხრიდან. ეს იქნება ყველაზე კარგი საქმე, რასაც თქვენ აპირებთ პოლიტიკაში. მალოთ ყურადღებისათვის და ეს ღია მიმართვას იმედია გაეცნობა და ალბათ სათანადო პასუხსაც გავცემს. ალბათ ყველას ყურადღებისათვის.